ბატონ ლადო, მოკლედ მოისმინეთ თქვენი ოპონენტების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 31 ოქტომბერს თითქმის ერთი და იგივე განცხადებები კეთდება ყველა პოლიტიკური პარტიების ფონზე. ასობით ადამიანი გამოვიდა დღეს ბათუმის ქუჩებში, ხომ და ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს. მათი თქმით, მოპარული ხმების დაბრუნება უნდა და არაპირებენ შესვლას არც პარლამენტში, არც აჭარის უმაღლეს საბჭოში. რას პასუხობთ ამ ადამიანებს თქვენ ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში? მე არ გეუბნებით თქვენს ოპონენტებს უპასუხოთ, მინდა რომ უპასუხოთ ამ მომრჩევლებს, რომლებიც ამ აქციებზე დგანან და ითხოვენ საკუთარი ხმების დაცვას. მადლობა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც არჩევნებზე მოვიდა, რადგან ეს იყო მართლაც მაღალი ხარისხის, ეს თქვა დემოკრატიული არჩევნები, აქტიურობა იყო ძალიან მაღალი და ასევე დიდი მადლობა თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს ამ არჩევნებში მხარდაჭერისთვის. ეხლა დავიწყოთ უშუალოდ საკითხი, ვიცი რომ 5 წუთი გვაქვს. ეუთო ოდირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შეფასება არის, რომ არჩევნებმა ფუნდამენტურ, ესე ვთქვათ, და ველოდით რომ ამით მოხვიდოდით, ბატონ ლადო, მე ვახსენე ყველა ნაწილში კითხების ნაწილშიც ვახსენებ, რომ ასეთი არის მათი პოზიცია. ეს ალსახაირო კონკურენტუნარიანი იყო არჩევნები და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული, ეს ფაქტებზე ვილაპარაკებ დღეს მე მხოლოდ. თუმცა ბევრი ხარვეზი იყო ამ ანგარიშების მიხედვით. არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ რა ხდება არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ. ჩვენ მეორე დღეს უკვე დავიწყეთ Facebook-ში ვიხილეთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაცია, რომ თითქოს და გაყავდა ოქმები და ასე შემდეგ. ეხლა წარმოგიდგენთ ფაქტებს. ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, წყალტუბოს ერთ-ერთ უბანზე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 360 ადამიანმა და 550 ბიულეტენი ამოიღო თამარ ჟვანიამ და ეს არის გაყალბება და ასე შემდეგ. სინამდვილეში ქალბატონმა ჟორჟოლიანმა ვერ ამოიკითხა, რომ აქ რომ ეწერა, აი აქ. ქალბატონ ჟორჟოლიანი შევეშვა და წყალტუბოს ბატონო. არა, ერთი წუთი. ლადო, 19 უბანი ბათუმის. აი ხლავე მოგახსენეთ 19-ესაც. აქ იმიტომ ეწერა 550, რომ 550 ბიულეტენი იყო მისული უბანზე. შემდეგ მიხვდა რომ სისულელე თქვა და წაშალა ეს სტატუსი. აი ესეთი ფეიქ ინფორმაციები იყო. წაშალა ახლა არა, წაშალა, მაგრამ თავარი არხი და ყველა ესე ვთქვათ მოთაგა და ატეხა 19 უბანთან დაკავშირებით. დავიწყოთ 19 უბანი. შესწორების ოქმის გარეშე ეს ოქმი იყო თუ არა დამახინჯებული ამ შემთხვევაში. მე არ ვამბობ შეგნებულად გაყალბებული, მე არ ვარ იურისტი. 19 უბანზე დაისმებოდა შეკითხვა, ყველა ოქმი წამოვიღე 19 უბანზე, ანუ ჩვენი ოპონენტები საუბრობენ 19 უბანი თურმე ძალიან გაყალბებულ. აი ხლა რაში ყოფილა თურმე გაყალბება. ერთ-ერთ ესე ვთქვათ შემაჯამებელ ოქში წერია რომ არჩევნებში გამოცხადდა 597 ადამიანი და 1108 ხმით პირველ ადგილზე აგავიდა ნაცმოძრაობა და ჩვენ ავიღეთ 1021 ხმა. ანუ ჩვენ თურმე გავაყალბეთ არჩევნები და 86 ხმით მეტი დაუწერეთ ნაცმოძრაობას. ეხლა აგიხსნით რა არ აქვს მნიშვნელობა. ეს არ არის. ეხლა არა, ერთი წუთით. ეხლა ამას რა მნიშვნელობა აქვს არა, ნაციონალური მოძრაობა გააყალბებს თუ ქართული ოცნება ჩემთვის მოქალაქისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს ბატონ ლადო. ბატონ ლაშა, ეხლა აგიხსნით რა ხდება რეალურად. ნაციონალური მოძრაობის დროსაც ვამდით ამ შეკითხვას აქტიურად. აგიხსნით ეხლა რა ხდება. აქ არის ეს არის მე-19 უბნის 4 ესე ვთქვათ შემაჯამებელი ოქი. აქ რეალურად რა მოხდა? როგორც ხდება აჭარის სინამდვილეში. რეალურად აჭარაში გვაქვს 4 ბიულეტენი. აქ რა მოხდა? 4 ოქმის მონაცემები გადათვალეს და შეცდომით ჩაწერეს უბრალოდ ერთ ესე ვთქვათ ოქმში. ამან გამოიწვია ის რომ აქ რომ წერია რომ 597 ამომრჩეველი მოვიდაო, იმიტომ დაუფიქსირდა ნაცმოძრაობას ესე ვთქვათ 1100 ხმა. დანარჩენი აი ამ ოქმებში 3 არის სწორი და ყველაფერი სწორად წერია. ერთი წუთით ეხლა აქ რასაც ვამბობ. აი ამ პრობლემა არის თუ არა ამაზე არის, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, მაგრამ ეხლა გეტყვით, ამ ოქმს ხელს აწერს კომისიის 11 წევრი. ეს შეცდომა გაეპარა კომისიის 11 წევრს, მათ შორის 3 ოპოზიციიდან, ნაცმოძრაობიდან. ეხლა ვიღაცა დასვამს ესე შეკითხვას, ხელმოწერა აუცილებელია, კი ბატონო. შეეძლოთ განსხვავებულ ასში, ხო ეს შეცდომა რომ გაეპარა. არა, ვერ დააფიქსირა, იმიტომ ხალხი იყო გადაღლილი. ამას მოყვა აგერ უკვე ესე ვთქვათ ახსნა განმარტება თუ რა მოხდა, ახსნილია და ეს შესწორებული, ანუ რეალურად რა მოხდა, კიდევ ერთხელ რო ავხსნა. ეს
4 ბიულეტენის ჯამი, რაც იყო შედეგები, შემთხვევით ჩაიწერა ერთში. ბატონ ლადო, ძალიან ბევრი დრო თქვენი განმარტება ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ, ძალიან ბევრი დროს კარგავთ ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. ამაზე აპელირებს და მე მგონი ამ აბსურდულ ბრალდებას ვუპასუხებ. სხვა პოლიტიკური შეკითხვები მაქვს თქვენთან უფრო მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მინდა აი ოქმების ნაწილი პროტესტი არ აქვს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, რომელზეც ააგეთ თქვენი წინასაარჩევნო კამპანია ამჯერადაც მერვე წლის თავზე. ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში მოსვლის მერვე წლის თავზეც ნაციონალურ მოძრაობაზე იყო მთლიანად აგებული წინასაარჩევნო კამპანია, ხო? ფაქტობრივად სრული ოპოზიციური სპექტრი არის დღეს ერთ აზრზე, მათ შორის პატრიოტთა ალიანსმა განაცხადა დღეს, რომ დანდობა არ იქნება და ისინი აქციებს აანონსებენ. სად მიიყვანს ქართულ ოცნებას ასეთი პოლიტიკური იზოლაცია, მათ შორის რეგიონში თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე, თუ გიფიქრიათ ამაზე? რა თქმა უნდა, გვიფიქრია, სამწუხაროდ კორეაო გაიჟღერა თქვენი ძალიან სამწუხაროა ბატონო ლაშა, რომ მთელი ოპოზიცია მოექცა სააკაშვილის ფრთის ქვეშ. ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებს უსმენდი და ამბობს ჩვენ 10% ვქონდა კვლევებში. ეხლა ვნახოთ. Exit poll, რომელიც ჩაატარა მთავარმა არხმა, ბურჯანაძის პარტიას დაუწერა 2%. ფორმულას exit poll-ში ბურჯანაძის პარტია საერთოდ ვერ ხვდება. Edison Research-ის წინასაარჩევნო კვლევაში ბურჯანაძეს აქვს 1%. ეს არის ყველაფერი ოპოზიციური ტელევიზიის კვლევები. და ბურჯანაძეს დღეს CSGO-ში აქვს 0.85. სად არის? საიდან ელოდა ბურჯანაძე 10%? ესენი არ გვინდა. ჩვენ შედეგებზე ვისაუბროთ, ბატონო ლადო. ანალიზი უნდა გავაკეთოთ. ანალიზია ეს ზუსტად რაზეც მე გეკითხები. აი ანალიზ გეკითხებით მეც 1% თუ გაქვს კვლევებში, არჩევნებზე როგორ მიიღებ 10%-ს და რატო ამბობ რომ გამიყალბეს, რადგან ვერ მივიღე 10%. იგივე ლეიბორისტულ პარტიას Edison Research-ის კვლევებში ჰქონდა 3%. Exit poll-მა მთავარი არხის დაუწერა 2%. CSGO-ში აქვს 1%. საიდან აიღებდა ლეიბორისტები 10%? თქვენს პარტიას დაუბრუნდეთ, ბატონო ლადო. ახლა ჩვენ პარტიას ეს პოლიტიკური იზოლაცია თქვენს პარტიას. ეხლა აქ უნდა ანალიტიკური გადაცემა ეს და ზედაპირულად მე ვერ ვისაუბრებ. მთავარი არხის აი ფორმულას exit poll-ი ჩვენ პარტიას ჰქონდა 46%. ამ exit poll-ს ეხლა გვაქვს ჩვენი მაყურებელი ერთი წუთი ანალიზია საჭირო 28% 21/10 გვაქვს ჩვენ. ანუ რა მინდა ეხლა რომ შევაჯამო ეს თემა მარტივად. რაც ოპოზიციური ტელევიზიის exit poll-ებმა და კვლევებმა ესე თქვა წინასწარი შედეგები დადო დაახლოებით 99%-ით დღეს ის შედეგები დადო CSGO-მ. სად არის აქ შესაბამისად გაყალბება? ოპოზიციას დღეს არ მოსწონს საკუთარი შედეგი და ნაცვლად იმისა რომ საკუთარ ბატონ ლადო ეს შედეგი როდესაც ხარ ხელისუფლებაში როდესაც და რაფასი აქვს თქვენთვის ამოცემულობაში პარტიულ უმაღლეს საბჭოს ხელისუფლებაში ერთადერთი გაერთიანებული ოპოზიცია უნდა შემოსულიყო აჭარის უმაღლეს საბჭოში ისინი აცხადებენ მანდატებზე უარს რჩება ერთპარტიული უმაღლესი საბჭო ამას აქვს თქვენთვის რაიმე ფასი ამ ხელისუფლებაში აჭარის უმაღლეს საბჭოს ხარ მესამე ვადით და იღებ 48.21%. ბატონო, არ პასუხობთ თქვენ ჩემს შეკითხვებზე და საუბრობთ იმას, რაც თქვენ გინდა. პირველ ტურში ვამთავრებთ არჩევნებს წარმატებით, ეს არის სახელისუფლებო წარმატება ჩვენი ხალხის. წარმატება არის ის თუ ეხლა მომისმინეთ. ნაციონალური მოძრაობა დღეს მიხეილ სააკაშვილის სამწუხაროდ გახდა ოპოზიციის დირექტორი. დღეს მიხეილ სააკაშვილი არის მთელი ოპოზიციის დირექტორი. აი ეგ არის პრობლემა და მიხეილ სააკაშვილი გამოვიწყოთ ახლა მე გეკითხები სრულიად ოპოზიციურ სპექტრზე გეკითხებით მათ შორის ოპოზიციის დირექტორი დღეს არის სააკაშვილი. პატრიოტთა ალიანსის დირექტორია მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ პატრიოტთა ალიანსი არის იზიარებს ნაციონალური მოძრაობის ნარატივს. ისევ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ. ოპოზიციის დირექტორი მე გეკითხებით რომ თქვენ ხართ ამჯერად პოლიტიკურ იზოლაციაში არ ყავთ მოკავშირეები მათ შორის ისეთი ადამიანები რომლებიც გარკვეულწილად თქვენს მოკავშირეებად მოიაზრებოდნენ ჩვენ მოკავშირეები არ ვიცი იზიარებდნენ პატრიოტთა ალიანსი მაგალითად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის წინააღმდეგ დაირაზმა საპრეზიდენტო არჩევნებზე და გაგიწია დახმარება მოუწოდა საკუთარ ამორჩევლს დღეს ისინი არიან თქვენი მოწინააღმდეგეები პატრიოტთა ალიანსი არასოდეს თქვენ ახსენეთ ბურჯანაძე თქვენ ახსენეთ სხვა პოლიტიკური პარტიები ყველა არის განწყობილი რომ დღეს ხელისუფლებამ
მათ გაუყალბა არჩევნები და არაპირებენ თქვენთან თანამშრომლობას. მესმის, მაგრამ გეუბნებით, როგორ გაუყალბა ბურჯანაძის არჩევნები, როდესაც კვლევით როგორ აპირებთ მუშაობას? ლადომ გალობლიშვილი კონკრეტული დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში. მარტივად მოგახსენებთ, როგორც ვაპირებთ, მაგრამ გეუბნებით, რომ წინა საარჩევნო კვლევაში ბურჯანაძეს ჰქონდა 1%. ეგზიტ-პოლში საერთოდ ვერ მოხდა და ადამიანი ამბობს რომ 10% უნდა ამეღო, ეხლა ეგ აბსურდია, ეხლა ბესელია მაიღო. ვინც აიღო მანდატები ისინი ცუას აცხადებს, ბატონო ლადო. 1% აიღო ბესელიამ და გამიყალბეს მარაზმია. ვინც აიღო მანდატები ისინი ცუას მანდატები გაერთიანებულმა ოპოზიციამ, კრიმინალურმა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და სააკაშვილი არის კრიმინალი, დათმო ესე ვთქვათ ხელისუფლება წააგო ვერ მოვიდა პირველ ტურში და ეხლა ცდილობს რევოლუციის გზით ესე ვთქვათ ჩამოგვაშოროს ხელისუფლებიდან. რაც ეს არის პასუხი ქართული ოცნების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მე გეკითხებით ქართულ ოცნებაზე, თქვენ მეუბნებით მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი. აი კიდევ ერთხელ ვიძახი რომ თქვენ ყველა მიმართულება მიყავთ ნაციონალური მოძრაობის კავშირში. მე მაინტერესებს ქართული ოცნების მომავალი მიხეილ სააკაშვილი რომ არ არის დღეს პოლიტიკურ ველზე, ქართულ პოლიტიკურ ველზე აქტუალური ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, ხომ? როგორ დამტკიცდა? ის არის დირექტორი ოპოზიციის. არა, ამ შემთხვევაში ოპოზიცია არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ არჩევნების შედეგების ირგვლივ გაერთიანდა. ბატონო ლადო, მოდი გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ეს ორი რაღაც მოცემულობა და დაგისაბუთეთ კიდევაც ირმა ინაშვილი დღე და ღამ მოკლედ მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების მათ შორის ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრების კრიტიკაში. ოპონირებაში შემოდიხართ უკვე? იმიტომ რომ ეს დებატის ფორმატი არ გვაქვს თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან. მე ჟურნალისტი ვარ, თქვენი ოპონენტი არ ვარ. დრო გავბის 6 წუთი. მე არა, დაგიმატებ დროს მაგაზინ უინტერვიულებ თქვენ ბატონო ლადო, მე გეკითხებით, იმიტომ რომ არ ყავს აქ ოპონენტები თქვენი პოლიტიკური და შემდეგ შეკითხვა. მე გეკითხებით ჟურნალისტი, ოპონენტი არა. მე ჟურნალისტი გეკითხებით, როგორ აპირებთ თქვენ პასუხობთ რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი და მოგახსენებთ ძალიან გავადრო რა თქმა უნდა. წინადადებაში მოგახსენებთ. ქართულ ამორჩეველმა მოგცა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში, პარლამენტში შევიკრიბებით და ჩვეულებრივად ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას. ერთ თვეში ბიუჯეტი გვაქვს მისაღები, რომელიც 3%-ით იზრდება ამ პანდემიის პირობებში, მივიღებთ ბიუჯეტს და აი ასე ვაპირებთ მუშაობას. ეს არის დემოკრატიული პროცესი, რომელსაც თქვენი ხელისუფლების პრივილეგიად მიიჩნევდით ყოველთვის. ეუთო და ამერიკის პოლიტიკურ ნაწილზე გეკითხებით, ბატონო ლადო, ის ანგარიშები მე წავიკითხე 1 საათში რაც გამოქვეყნდა. დემოკრატიული პროცესი არის ის, როდესაც არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით. და ამის შესაბამისად, თუ ვიღაც არ შემოვა პარლამენტში, ეს არის მისი პასუხისმგებლობა საკუთარი აი ამას გეკითხებით და ეს მიპასუხეთ, რატომ გონიათ რომ რაღაცა სხვა რამეს გეკითხებით? იქნება უპასუხისმგებლობა საკუთარ ამორჩევლებთან და თქვენ შეფასებას და ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი იქნება და ჩემი რჩევა იქნება თუ მიიღებენ, ეს გამოიწვევს მათ სულ მარგინალიზაციას. ანუ ამ პროცესში თქვენ ოპოზიციის ბრალეულობას ხედავ და არა, ოპოზიციის ბრალეულობას ხედავ, რა თქმა უნდა, ხალხმა არჩევნების სამართლიანად წარმართვის და არ შემოდის, მეცსაც გეტყვით ბატონო ლაშა. 5 არჩევნები რომ ჩავატაროთ ჩვენ კიდევ, 5 ვადამდელი და ვერცერთი ოპოზიციამ ვერ გაიმარჯვოს. ესენი ყოველთვის პროტესტი. მოდი, მაშინ მე ახლა გეტყვით, დღეს ძალიან საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა ინტერნეტ გამოცემა ბათუმელებმა. აჭარაში ჯამში 14928 ხმით მეტი მიიღო მთლიანობაში ოპოზიციამ. მთლიანობაში. ვიდრე არჩევნებში გამარჯვებულმა ქართულმა ოცნებამ. უსკოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 97615 ხმა აქვს პროცენტობაში, ეს არის 54.1% ბატონო ლადო, ხოლო თქვენ ქართულ ოცნებას 82687 ადამიანმა დაგიჭირა მხარი, რაც პროცენტულად არის 45.9%. რას გეუბნებათ ეს ციფრები თქვენ? არის თუ არა ეს მოცემულობა თუნდაც ისეთი რომ დაფიქრების საფუძველი კონდეს მართლ გუნდს. არ არის ხომ 80 ამომრჩევლების 54% შესაძლებლობას გიპასუხეთ. ისე მოგცემთ აბა რას პირველ რიგში 44 მთელი თუ არ ვთვლები 900 ავიღეთ 2016 წლის არჩევნებში, ეხლა აღებული გვაქვს დაახლოებით 46%. თუმცა მაშინ ყავდათ უფრო მეტი მაჟორიტარი. იმაზე მეტი გვაქვს აღებული ვიდრე 2016 წელს. მეორე
ხმები თქვენ იცით ჩვენი კონსტიტუციით მიხედვით, კონსტიტუციის მიხედვით ითვლება აჭარაში როგორ? ვინც გადალახა 5%-იანი ბარიერი, აი აქედან გამომდინარე ითვლება ხმები. ეხლა მაგალითად ბურჯანაძემ რო ანუ ეს ხმები არ ითვლება, ბატონო. სპარამეს გეუბნებით, კანონის მიხედვით როგორ ითვლება ხმები. ეხლა ბურჯანაძემ რო აიღო პირობითად 1%, ესე ვთქვათ, მანდატების განაწილებაში ეს არ შედის. მე კანონის მიხედვით გეუბნებით და შესაბამისად ჩვენ საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა გვაქვს და ეს კონსტიტუციით ეს მხარდაჭერა გვაძლევს უფლებას, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ყავდეს უმრავლესობა. კი ბატონო, კანონი გასაგებია 97,615 ადამიანი არჩევნებზე მისული. დიახ. როცა ოპოზიციას აძლევს ხმას ბატონ ლადო, რაღაც რომ ვერ არის რიგზე ამის საფუძველი არსებობს თუ არა. მე გეკითხებით პოლიტიკურ ნაწილზე ახლა და არა რაღაც კანონები. ეს არის თავისუფალი გარემო კონკურენტ უნარიანი 1%-იანი ბარიერით 50 პარტია მონაწილეობდა ჯამში და სულ არ არის გასაკვირი რომ ჯამურად ამ პატარ-პატარა პარტიებმაც აიღო ამდენი ხმა. ჩვენს წინააღმდეგ იყო 50 პარტია. და ჯამურად ეხლა თუ 2%-ით 50 პარტიამ ერთ პარტიაზე მეტი აიღო, ეს მე ამაში ვერაფერს გასაოცარს ვერ ხედავ. კონსტიტუციის მიხედვით და მაჟორიტარული ოლქების მიხედვით საქართველოს ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ჯამურად ქართულ ოცნებას მილიონამდე ხმა. გასაგებია ბატონ ლადო, მოკლედ დიალოგის რეჟიმი თქვენმა წინა გამომსვლელმა ახსენა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი საერთოდ არ არსებობს. თუნდაც აჭარის სინამდვილეში ხარ თუ არა ამ დიალოგისთვის თქვენ მზად? ჩვენ დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ. აი თუ თვალყურს ადევნებთ სესკოს საიტს, პერიოდულად იცვლება მონაცემები, რომ დათვლის პროცედურები მიდის. ეხლა დიალოგი იმაზე გავმართოთ, რომ ამდენ პროცენტს მოგცემთ, ეგ არის გამორიცხული, ეს ჩვენ არ შეგვიძლია ამის უფლება არ აქვს. ხო, აბა ეხლა სხვა რა დიალოგზე ველაპარაკოთ. მე მოვუწოდებ, აი წმინდა ადამიანურად 2008 წელსაც მახსოვს მოვლენები. ოპოზიციის არ შესვლამ პარლამენტში გაამარგინალა მაშინ ოპოზიცია და ძალიან ცუდად იმოქმედა ამ მთლიანად ქვეყანაზე და მე არ ვიცი თუ გაითვალისწინება და მთლიანობაში ქვეყანა დარჩება თუ არა წაგებული ამ შემთხვევაში ბატონ ლადო, მოკლე პასუხი და ამით ამ პროცესი თუ ისინი არ შემოვლენ, საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება წაგებული და ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ ქვეყანას არ შევაფერხებთ, ვიმუშავებთ და ბოლოს ერთს ვიტყვი. გუშინ ყველამ ნახა მთავარზე გუბა სანიკიძის ესე ვთქვათ შოუ და როცა გუბა სანიკიძეა მათი მთავარი ესე ვთქვათ არის ლოგიკური ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულოთ ჩვენო ამორჩევლებო არანაირი რევოლუცია არ მოხდება დამაჯერებლად გვაქვს მოპოვებული გამარჯვება და მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე კონსტრუქციული რა თქმა უნდა დიალოგისთვის. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ მოხვედით და დიდი მადლობა. გვიპასუხებთ შეკითხვებზე ლადო მგალობლიშვილი ქართული ოცნების წარმომადგენელი.